საყვარელო. მოგესალმებით. დღეს არის 23 იანვარი. მოგახსენებთ ძალიან მოკლედ სპორტის შესახებ სიახლეებს. რა შეეხება ამ ორი დღის განმავლობაში მატჩებს. ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, ასე ვთქვათ, სასაული თამაშები იყო და ისი ვთქვათ, რომ ბარსელონამ დაახამბექა ერთი სიტყვით ბენფიკასთან 4-2 საგიდა და სასაული მოხდა. არა ნორმალ სიტუაციაში 100 წუთში გავიდა 3 ბურთი და ბარსელონამ მოიგო ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ხმის მეორე ადგილს იკავებს ბარსელონა, რომელიც შემდგომ ეტაპზე გადავიდა ბარსელონა ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. რა შეეხება გუშინ თამაშებსაც გეტყვით ძალიან მოკლედ. ჩემო მაყურებლებო, გუშინდელი თამაში იყო ძალიან გასაოცარი იმის მიუხედავად ორივე გუნდისთვის ძალიან გადამწყვეტი მატჩი იყო და აქ პარი სენ-ჟერმენმა, ასე ვთქვათ, მანჩესტერ სიტის აჯობა 2-0-დან 4-2 მოუგო პარი სენ-ჟერმენმა და ახლა ავტომატურად მოიპოვა შანსი შემდგომ ეტაპზე გააგრძელოს ასპარეზობა მეორე ფინალში და ასე შემდეგ. აი რა საოცრება არის სხვადასხვა ერთი მხრით მე არ ველოდებოდი, მაგრამ რომელიც მანჩესტერ სიტი უძველესი გუნდია და ზედიზედ 4-ჯერ მოიგო თავის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა, მაგრამ წელს მანჩესტერ სიტის ისე კარგი მდგომარეობა არ აქვს თუ დავაკვირდებით და თუ ყურადღება მივამდენოთ, ანუ ყურადღება თუ მივამდენოთ და საინტერესო თუა და ამ ხრივ ანუ ვამბობ, რომ არ არის მანჩესტერ სიტი კანფორმაში, იმიტომ რომ პრემიერ ლიგაში ძალიან საკმაოდ ბევრი ქულები დაკარგა. რა შეეხება ხბიჩა კვარაცხელიას წასვლის მერე, ახლა ჩვენ გუნდებით ხმაურიანი ტრანსფერზე აწვით-თულია ვიდეო, მაგრამ ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, ხბიჩა წასვლის მერე ნაპოლისთვისაც დიდად ვერ ვიტყვი, რომ დაეწყო, რომ ხბიჩა წავიდა და გამოაკდა ერთ-ერთი უმაღლესი სპორტსმენი, რა თქმა უნდა გამოაკდა, მაგრამ ჯერ ეს არ ჩანა, ნაკლი არ ჩანა. ნაპოლს მაინც მოახერხა ატლანტასთან დაზარალ ბრძოლაში 2-3 აჯობა და სატურნირო ხმში პირველ ადგილს იკავებს. 50 ქულით პირველ ადგილზეა, დანარჩენი ატლანტა 44 ქულით მეორეზე, 43 ქულით ინტერი მესამეზე და რა შეეხება ეხა დებიუტს. ბუდუ გადავიდა ბუნდესლიგაში, აი ბუდუს მოგახსენეთ, ბუნდესლიგაში გადავიდა იმ გუნდშიც სდიდობ თავი დაიმკვიდროს, როგორც გოლიადორი ფეხბურთელი, აი თქვათ მაგალითად ამ სეზონში 13-12 ბურთი გაიტანა ბუდუ ზივზივადან და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენმა ნაკრებმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევდნენ და აი ჩემი აზრით ამაში მე ვერ დავითანხმები, მაგრამ არის ნათქვამი, რომ თითქოს ჯოზმი ქავტაძის ადგილას იყო და მე იმ ხრის ვამბობ, ბუდუ ზივზივადის პოზიციის ფეხბურთელია რა, მომენტის ფეხბურთელი. პასმიცერ გის გოლ გაიტანს, ასე იმიტომ რომ შესანიშნავი მასშია ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში 12 გოლი და 9 გოლი პასით გამოირჩევა ბუდუ ზივზივაძე თავის ბუნდესლიგაში და საქართველოს ნაკრებში თითქოს ცდილობს რაღაცას, რომ ხიფათების შექმნას, რაღაცა შეტევები განმეთავას, მაგრამ ამ ხრივ როგორც ასეთი ბომბარდივი უყვარს.
მიქავტაზე, როგორც ასეთი ჯორჯ მიქავტაზე, საჭირო დროს ბუნდესიდან ჩვენ სასარგებლოთა შანსი დაგვიტოვა იმისა, რომ სოფლიოზე ვიასპარეზოთ 2026 წელს. რას მნიშვნელოვანია? მნიშვნელოვან გეტყვით ახლა. 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატი სადაც უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, ეს ქვეყნები იქნება მასპინძელის როლში, ამერიკა და მექსიკა და მე ვიმებდომნე ამ უნდა რა გუნდი და ჩვენი ნაკრები იყოს, როგორც ასეთი ევროპის ჩემპიონატზე დიდი სასწაული რაღაც მოხდა და ვიმებდომნე რომ ამით არ დასრულდება და მე მინდა რომ ძალიან შოვსა კი მატჩია თამაშები და მანამდე არაერთხელ მოგახსენებთ ამასაც და ძალიან დიდი შანსი გვაქვს იმისას, სომხეთს რომ მოუგებთ, ეს უკვე გარანტირებულად გვაქვს შანსი, რომ სოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად მოვხდეს და სოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ და ჩვენ დავანახოთ ქართველები, ვინც ვართ რა, საქართველოს ნაკრები პროგრესირებს ღირსი დღით, ახალ განდაფეხბურთელები, ტექნიკური ფეხბურთელები და აღარჩეულები ფეხბურთელები ვიყავს. მარტო აქ შეიძლება გამოვყოთ ეს სამეული, ზურიკო დავითაშვილი, ყველა ნებისმიერი კაი ფეხბურთელები ვიყავს, როგორც მოგახსენებთ, ქოჩორაშვილმა ამ კვირაში სასწაული გოლი გაიტანა და ქოჩორაშვილის გოლით მოიგო მისმა გუნდმა. და შეეხება რომ ვიტყვი ეს თურქეთთან წაგება ძალიან მწარედ მახსოვს ევროპის ჩემპიონატს ეხება მაინც ყურადღებით მოგახსენებთ თურქეთთან წაგება ძალიან მწარედ მახსოვს, მაგრამ სოფლიო შესარჩევში ისევ თურქეთი და ესპანეთი არ მოგშორებია ჯგუფიდან, მაგრამ ესპანეთი და ნიდერლანდების შორის კითხვის ნიშნადაა. ბულგარეთი, თურქეთია ჯერჯერობით და ჩვენ აქ სამი ადგილია და ესპანეთი და ნიდერლანდების შორის გამარჯვებული გახდება ცნობილი ვინ იქნება ჩვენი მესამე მეტოქი და მე ჩემი აზრით მე ვფიქრობ, ჩემი მაყურებლებო და თქვენი აზრით მაინტერესებს, მე ვფიქრობ ესპანეთი იქნება ჩვენ ჯგუფში და ისევ ესპანეთთან მოგვიწევს ბრძოლა და ფეხბურთის თამაში, რასაც ქვია და მარტო რაგბი არა ჩვენი თამაში, ასე რომ ფეხბურთის ჩვენი თამაშია, კარგით. ეს იყო სულ მე მინდა რა ეს ვიდეო თუ მოგიწონათ დაალაიქე გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ბევრს საინტერესო ამბებს გაგაგებიეთ და პოზიტიური ამბებს გაგაგებიეთ. Bravo, молодец.